სასამართლოს თავმჯდომარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართალიანი შვანგილაძე სტომიდიუმასი. მოსამართლოს თავმჯდომის. მოსამართლოს განლაგებული ადვოკატი, დაზარალებული ექსპერტი, თარჯიმანი ამოწმე, მოსაქმეზე გამოძიება მოსმენად დანაშაული ჩარევის შესაძლებლობა. უდიდესი სურვილია თქვენი ყველასი ჯერჯერობით შესაძლებლობა არ არის. საქართველოს ვერაფერს. თქვენი რუსიძესი და ჩინჩაოძესი. პრობლემა თუ გაქვთ აცილების შესახებ შეიძლება და არა, აცილების პროცესიდან არა, ზოგადად თლიანად სისტემიდან არა. ჭანდაბისკენ. წესრიგისკენ მოგიწოდეთ ახლა. ჭანდაბისკენ. წესრიგისკენ მოგიწოდეთ სასამართლო. სახელმწიფოებრივ ხალხშერე პროკურორები მარინა შორიანი და ნათია თათიაშვილი პროკურორების მიმართ აცილების იგივე საფუძველზე მოგითხარით. არა. ისი სურვილიც მაქვს ვიხარით. შვანგელობა ხომ არა გაკავშირდა? არა, აქვს არა. დაზაგურის ინტერესებს იცავენ ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი. ხომ სულ მას ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი. ესე იგი, წინა პროცესზე არ გამომდინარე დარბაზში ესწრება მედია საშუალებების წარმოადგენლები, უბრალოდ ისე რომ სხდომას რა თქმა უნდა ხელი არ შეეშლება, რომ მივცეთ ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ სხდომის დარბაზზე დატოვონ და მიმდინარეობს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ რეჟიმში, რომელიც გამოსვენზე უკანონო ტრანზაქციების დაშიფრვა ბლოკჩეინის ეპოქაში. ანალოგიური შინაარსი შეიძლება. მე მხარს ვკითხე, მე შეგნებულად, იმიტომ რომ გუშინ გამე აგერ გადაცემა, როგორც ჩვენ ამას ვეძახით, პროცესის გადადება, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბოლოს და პროკურატურამ გადადო პროცესი ჩვენი აზრით დაკავების მიზნით, გუშინ დაკავების მიზნით და დღეს ეს პროკურორები იმყოფებიან აქ, თითქმის პროცესი როგორ გადაიდომებას ვთქვათ, მაგრამ არა უშავს. დღეს აქ იმყოფებიან რაღაცა დოკუმენტით, რომელიც ჩვენ არ ვიცით. პროკურატურა მხარია და მან გასცა მხარეზე საკუთარ თავზე დოკუმენტი. ჩვენთვის ეს დოკუმენტი სარწმუნო არ არის და იმის გამოსაკვლევად იყო თუ არა პროკურატურის მიერ ხელოვნურად ინსცენირებული მათი აღგასწრება და რაღაცა ტრენინგზე ყოფნა, თან მით უმეტეს მხარემ თავად გითხრა, რომ საჯარო ინფორმაცია და შეისწავლეთ გამოიკვლიეთო, ცალკე გამოკვლევა და ვერ ნახეთ, თუ შეიძლება რომ ჩვენს მხარემ საგდებს ეს საჯარო ინფორმაცია, რომ დავწმუნდეთ არა მხოლოდ ამ პროცესისთვის სპეციალურად შექმნილი დოკუმენტის მეშვეობით, არამედ საჯარო ინფორმაციის მეშვეობით და კი ბატონო გამოვიკვლიოთ, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მოგეხსენებათ წინა პროცესის ვისაუბრეთ ამაზე, ჩვენ გვაჩნია რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და სასამართლოსთვის ეს არის შესაფასებელი გარემოება. და რომ იქნეს ეს შეფასებული, უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა საფუძვლის გამო გადაიდო პროცესი რეალურად. ამ პროცესისთვის სპეციალურად შექმნილი დოკუმენტი ჩვენთვის სარწმუნო ვერ იქნება. მხარემ თვითონ თქვა რამდენიმე წუთის წინ რომ შეისწავლეთ საჯარო წყაროებით, რომ პროკურატურის საიტზე ეს არდებს, ხოშ 5 წუთის წინ ავიდო და გვინდა რომ მხარემ ვითითოს სად შეიძლება შევისწავლოთ ეს ყველაფერი და რითი შეიძლება დავწმუნდეთ იმაში, რომ გუშინ ისინი იყვნენ დამთელი შემადგენლობით წასულები ტრენინგზე. გიორგი, აღწერა ხოლმე სრულად ჩამოაყალიბა ნიკამ ორკესტრირებულად მიმდინარეობდა გუშინ ბატონო მოსამართლე მე ვიყავ უშუალო პროცესზე მიუხედავად იმისა დავამატებ იმ კუთხით რომ მიუხედავად იმისა რომ დღეს დაცვის ხარეს ჰქონდა საპატიო მიზეზი რომ ვერ უნდა ყოფილიყო ამ უშუალო პროცესზე თქვენ არაერთი მიზეზი მოგიტანეთ იყო დღეს ამას რაც მოყვა მე შემდგომ უკვე საღამოს ყველა ვიხილეთ ფაქტობრივად ნიკამელია უკანონო დააკავეს პოლიტმოსამართლე აი ამ დღემდე ამ წუთამდე არ ვიცით რა არც ადმინისტრაციულ სამართლებრივ არბოთა უქმე გადმოგვეცა არც ნამდვილად აქ არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული რომელშიც ჩართული არის ჩვენ და სამწუხარო წინსწრებად თლად ასეც ვერ გავიდოდნენ სამართლებრივ სივრცე და მედიკას შუამდგომლობას კონტენტს იქიდან გამომდინარე რომ საჭიროა უფრო სიგვისე საჯარო წყაროებით არც ინტერნეტის მეშვეობით არც პროკურატურის საიტზე ხომ არ არის ეს უბრალოდ ერთ-ერთი მათ შორის შემადგენელი ინსტრუმენტი იმისა რაზედაც ნიკამელიასთან
ხორციელდება. ასეთი დამოკიდებულება არ ქონდათ, როდესაც 3 კვირის წინ იცოდა პროკურატურამ, რომ ის გულზე. ამას არჩევნად მტკიცება ეს შინაგანი წმენდი თქვენ ძალიან კარგად პროკურორებად და ხელფას აზრდეს დამოკიდებულება იმისა, რომ ამას არავინ არ გაიზიარებს. თუმცა ჩვენ უნდა დაინტერესდეს რეალურად რა გახდა მიზეზი. აი ამ გუშინ გამოუცხადებულობის და ტექნიკურად აი მაქონდეთ დამადასტურებელი იმის მტკიცებულება ტრენინგი არსებობდა. თორე ნუ მსგავსი ცნობებს დაახლოებით თავის დროს ალბათში არ დავდრონ ბრალი ალბათ. შეურაცხყოფილია ოფიციალური დოკუმენტი წარმოვადგინეთ, რომ იმყოფებოდი ტრენინგზე 28-29 მაისს. შესაბამისი ცნობა მოვიტანეთ, რომელსაც აწერს წარმომადგენელი ადამიანები. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრენინგი არ არსებობს. თუ არ არსებობდა, ამაზე შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ორგანოს და პასუხი ვაგებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი ბრალდება, რომ თურმე არ არსებობს ტრენინგზე ვიყავით და ეს იყო მოგონილი, ეს აბსურდი და რას მიემართება აქვს. გარდა ამისა, ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან ყოველდღიურ ინფორმაციას ყოფილი პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომ პროკურატურაში ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება ტრენინგები და ყოველდღიურად ფაქტობრივად მიმდინარეობს, თუმცა ამის 0.5% იუსტება და ამაზე ჩემი თქმა და შემოგარნახი არ ჭირდება დაცვის მხარეს. აქედან გამომდინარე, მე საჯარო წყაროახსენებია, შეგიძლიათ ოფიციალურად გამოცემოთ თქვა და ამის შემდგომ შეგიძლიათ გადამოწმება. შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას და წესრიგის გამოგიწოდოთ ბატონო. არ თქვა ჩაერთვებით და მოგააწყვეტეთ. შევძლიათ მიმართან პროკურატურას გამოითხოვონ ინფორმაცია ვიყავით თუ არა საქართველოს დაგისრებულიათ თუ არა ჩვენი გენერალურ პროკურატურაში ყოფნა მიმდინარეობდა თუ არა ტრენინგი და რომელიც საათამდე მიმდინარეობდა აღნიშნული ტრენინგი. მე ამას მithomდეს არა გავაკეთებად ამ საკითხად ოფიციალური დოკუმენტებს წარმოვიდგინეთ სადაც ვიმყოფებით ჩვენ ახლა ვთქვით რომ საბოლოოდ ჩავთვალოთ უშუალო გამოცხადებობა და ეს იყო ობიექტური მიზეზი ის ამრები ასევე კარგი შემოწერა ბეჭედი შესაბამის თანადარ არსებობს და გამოცხადებულებას თვის ჩვენ დავალინებთ ვინაობა სახელი გვარი მამის სახელი როდების წელი და იცი ძალიან მოკლედ მოუყვები თქვენთვის დაწოლებული ხართ თავად რომ მნიშვნელობა არა რას ვიტყვი რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და რა არის სიხალვე ამ დარბაზში რაც ირკვევა თქვენი მოსამართლეობით. არ გეცინოთ ესაც ფაქტის კონსტატაცია. ახლა არ აქვს მნიშვნელობა. წინასწარი განწყობით ხართ ყოველთვის შემოსული ნებისმიერი საქმის გახსნის დროს, უბრალოდ საზოგადოება მინდა იცოდეს. საღამოს 9 საათზე დაახლოებით ვიმყოფებოდით მეგობრებო ორი მანქანით გადავადგილდებოდი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე ეგრეთ წოდებული გადაცემა სახელწოდებით 2 წელს შუა, ასე ქვია. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი სულ რაღაცა 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო ატოსატასული საშუალება პატრულის ფორმაში გამოწყობილი ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფ პირმა ძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და აი ამ პროცესში როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა ძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა მის ეგრეთ წოდებულ ნაციაში კითხვა გაისვა, რაც გავიგეთ მეც და ძღოლმაც. ვიღაც ეთქობა მისმა ხელმძღვანელმა კითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. დასაგები იყო უკვე რა ხდებოდა. და აი აქ არსაიდან დაახლოებით, მე რაც დავინახე და შემდეგ შემიძლია თამამად თქვა, იმიტომ რომ 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, ვილად რო ვთქვა და გადავთვალე ძღოლის ჩათვით იყვნენ 11. ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი წყალი ისინი იყვნენ პოლიციელები, ან ქმედებაში, ან განმარტოებაში, ან საუბრის მანერაში, არის. შეიძლება რომ ზაკავებს პირს და განმარტო, ან თხოვ გამოვიდეს მაგარი და მოხდა გადაცემა ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით. მანქანაში ჩატევა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით, მობილური ტელეფონის აღწევა, მე ერთ-ერთის დაუყეველი სურვილი
რომ რაღაცნაირად იქნებ გაეცდა ხოდი ჩემ ტელეფონზე და რამდენჯერმე ცდილობა გქონდა რომ სახეზე მოეშვილა ეს ჩემ საკუთარი მობილური ტელეფონი, მაგრამ როგორც ჩანს ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა. მინდა იცოდეთ რომ ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, სადაც იყო რაღაც საგანგებოდ ფარდებით შემკობილი, არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ. აქ ამას თუ არავინ არ ვიცით რატომ მოხდა ეს. თქვენ იცით ალბათ და რუსიძემ და კიდევ ვიც დაგიგმა. თქვენ იმიტომ ვამბობ გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სხდომა და ადვოკატის თხოვნაზე რომ იქნება ორშაბათზე ჩანიშნულიყო სასამართლო პროცესი ვინაიდან მას ხოდა სხვა სასამართლო პროცესები და პლუს რამდენიმე ლექცია როგორც გავიგე. თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ. და ფორმალურად, კი ბატონო, ფორმალურად გონდა გუშინ ღამის 12 საათამდე მე იყო გადახდის სვადა. 9 საათზე გაიტაცე სიდარის ადამიანი, რომელიც ეხლა თქვენ გელაპარაკებთ. და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა. და უნდა დამიშვათ ეხლა კითხვა რატომ და რისთვის არ მიხდი მე იმ უსამართლო გირაოს. ან ის გაინტერესებს, რაზეც პასუხი გააქვს. ის არ გაინტერესებს და როგორ აღუჩნდი. ვინ გავიტაცა პლუს მართალი ხალხი რომ მოდის და გიტაცებს დაუშვათ, არ გიტაცებს მართალი ხალხი, ხო, უნდა გაკავდეს. ამას იგებთ, ჯერეთ, თავად არიან დაინტერესებული. არათუ არ იგებდნენ გატაცების მომენტს. ორივე ავტომობილში, ერთში რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანხმდება ავტომობილში, იყო ორი ვიდეო ჩამწერი დამონტაჟებული. ჩემ საკუთარ ავტომანქანაში და მეორე ავტომანქანაში იყო ასევე ორი, ანუ ჯამში 4 ვიდეო ჩამწერი. 4-ვე არის გატაცებული, დაზიანებული და გატაცებული გატეხილი. დაამტვრიეს. იმიტომ არ ენახათ, არ გენახათ თქვენ. ისე ძალიან იმოქმედებდა თქვენზე დაწუნებული ვარ, მაგრამ მაინც ავიცი, ვიღაცაზე მაინც ხო იმოქმედებდა იქ. თქვენ თანაშემწეზე შეიძლება, გვერდით რო გიზიდით, შეიძლება. ხოდა აი ეს არის რეალობა რაც მოხდა. თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ და აგინოთ ვინ არის თქვენი და მართალი და მე ახლა რაც ვქვი ეჭი გეპარება თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ ჩემო კარგო ნუ ვწინთ რომ ვერც მოსამართლედ ვიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახით რა იმენ კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა როგორ აღმოჩნდა მაგრამ არ მიყვეს იმიტომ არ ვიცი აბა ასობით ადამიანი ნაწამები მოყავდათ თქვენთან და თქვენ კოლეგებთან ცხვირები ჩამწრეული და დანაწილი და იმას არ ეკითხებოდით ვინ აწამა და ისე უჯდით ადმინისტრაციულ პატიმრობას. ეს არის და ეს მინდოდა საზოგადოებას წოდნოდა. მეტი რა გითხრა? კითხვა აქვს ეს თქვენთან. ანუ თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკალმო შეუშალათ. გირაოს გადახდა მოსამართლე ხო გირაოს გადახდა რომ ეკითხები. ერთი წუთი. გირაოს გადახდა არ გადახდას და დაკავშირებით კითხავს რომ სვა. მე რაც ახლა მოგიყევი ეს არ არის თქვენი საინტერესო თავი ხა სახში თქვენ ალბათ თქვენმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა იციან რომ მოსამართლე ხართ და არჩევთ ყვარდა მართავს სიხალბეს და სიმართლეს ხო წესი არ გაგიჩნდათ ეხლა რაც მოვიტევი მე კითხვა რა მოხდა როგორ მოხდა გეუბნებით განაცების მომენტი თავიდან ბოლომდე აგბეჭდი საკუთარი ძალები წინასწარ დამონტაჟებული რა საჯარო არის და ბევრს აქვს ამის შესაძლებლობა თბილისში ავტომანქანებში ვიდეო ჩაწერები გაანაწილეს მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ვიდეო ჩაწერა სხვადასხვის აი ამ ეწოდებულ მარშრუტკაში მოთავსების შემდეგ მობილური ტელეფონი არ გამოუხდიათ იყო რამდენიმე ადამიანი და სხვადასხვა პირები კიდე სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს იღებდნენ და სიამაყით როგორც აგერ დატრენინგებულმა პირმა ახსენა სიამაყით განაცხადა რომ მე სიამაყით უგზავნიდნენ ვინ თავიანთ ხელმძღვანელობას. ამ კადრს ვარ უშუალოდ დაკავების აი ეს პერიპეტი რომელიც ალბათ დიდხანს არ გაგზავნა მაქსიმუმ 30 წამი შეიძლება 40. ეს ჩვენ კონდა აღვეცდი გესმით თქვენ და ეს წაშალდეს განადგურეს. ეხლა მეკითხებით იმას რაც მეკითხებით შეიძლება ესეც იყოს თქვენ ინტერესის სფერო ერთ-ერთი კითხვა იყოს და შეგიძლია პასუხი არ დასე შეგიძლია შეგიძლია არ დასე პასუხი მე მაინტერესებს თქვენ კითხავთ
უნდა გითხო. კონდა თუ არა არ გინდა ეს კონდები შეკვრა და თუ. არ გამშეკითხები, როგორ არ მოხდია? ერთი წუთი არ გამშეკითხა როგორ არ მოხდი? ნომილია, იმიტომ რომ საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესის დაკავების შესახებ. ერთი წუთით არ შემოგვიყვება. რა ადმინისტრაციული დაკავება? არანაირი ინტერაქციას კი არ გონია. გამარჯობა ნაყოფის ვინხარ ახლა. არანაირი ინტერაქცია არ მოხდა. რა ის დამასა დაკავშირებით? ჩვენ დავაკეთეთ ზუსტად მომართვა, რომ თქვენ გამოყვანილი ყოფილიყავით სასამართლოს დონეზე დასასრულებლად. ჩვენ გაიგებულიყავით ადმინისტრაციულ წესს. ეხლა რა შეიძლება იმ საკითხებზე? კაცო, ვისი თქვენი თქმის? ბოდიში მე მოვისმენთ. გიორგი კონდაკიშვილის განცხადება. ეხლა რა შეიძლება იმ საკითხებზე? თქვენ ადმინისტრაციული დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის დახურვის ფარგლებში ამის კანონიერებაზე არ ვერ მივიჯერეთ. ეს არის ადმინისტრაციული რა ხოთე გეუბნები, ვიცი რომ ვერ მივიჯერე. ხო და თუ ვიცი ერთ შემთხვევაში ვერ მივიჯერები, არა იმიტომ რომ არ გაქვს ამის შესაძლებლობა მოგეთ. არც გაინტერესებს, როგორც ადამიანს არ გაინტერესებს არასდროს როგორც მოსამართლეს. ეს საკითხები უნდა გააპროტესტოთ იმ სხდომაზე, სადაც თქვენს მიერ ადმინისტრაციული სამართლებრივი ჩადენის თუ არ ჩადენის. თქვენ თვითონ ჯერა რაც შევეცავთ ჯერა. ჯერა თუ რაღაც ადმინისტრაციული სამართლებრივი გამო გამიტაცეთ და შევაძლო მივაყენებ ვიღაცას. აი თქვენ ჯერა თქვენ არ ეკითხები დასახარებელი არაფერი არ თქვით. თქვენ თავად ჯერა თუ არ ჯერა. ბატონო შვანგილა. მაინტერესებს თუ შეიძლება. ბატონო სამართლებრივი პროკურორი როიდან მოკლედ ქონდა შესაძლებლობაო 9-დან 12-მდე ქონდა თუ არა პერიოდი კითხვას ვერ მითხრა სიმართლეობით ორი სიტყვით გააგზავნა ფაქტი ერთ კითხვას ვერ მითხრით აი ადამიანს აგვერია არა ასე ბატონი ოჯახური შესაძლებლობის ზოგიერთი ვარშვილი. განაჟებო მოვლის. საქართველოს მოქალაქეებამდე ხო? იგენაცო. ქართულენას მოყოლად. იგენაცო. აგი მარტო. პროგრამ სადღაც არჩევის სახელმწიფოება, ზოგიერთი საქართველოს პასუხისგაცემისაგან თავის შეკავისუფლება, უფლება არ დაიბრალოთ დანაშაული და ყველაფერი კი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამ შექმედება ბრალდების ხარის მიერ დაკავებულ ტერიტორია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 350 წელი და დანაშაულის ცნობის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მიჩნდება ჯარიმი თან თავისუფლების საფრთხე თვალითელებამდე თანამდებობის დაკავებისთან საქმიანობის უფლების ჩამოყალიბებით ბადით 3 წლამდე. თქვენთვის წარდგენილი ბრალდების გასაგებია? გაუგებრალია. 3 წლამდე თანამდებობის დაკავება. ანუ ეს რაც წავიკითხე ახლა გაიგეთ რა სადაზეც სამები გავიგე კი ბატონო. ახლა ვიცით თუ არა მაგამდე წავიდა. ასევე განდებარდათ რომ თქვენი ნება წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მისცემთ ჩვენება როგორც მოწვენ, ანუ უფლება მოსწრება და არავაგებული. თქვენ უფლება გაქვთ არ გასცემთ პასუხი ასეთ კითხვებს. არ ხართ შეზღუდული გამოძიების დროს ბრალის აგიარებით ან უარყოფით და დუმილის უფლების წარდგენა გამოყენებული იქნეს თქვენს წინააღმდეგ. ცნობთ თუ არა თავს დამაშავეთ წარდგენილ ბრალდებში? არ ცნობთ ხო? არა, რა თქმა უნდა, რასტისურველი კითხვებია ბატონო. თავი შეიკავეთ. თავს ვიკავებ. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს. ის არ გიქხარ რაღაც ვიქრო. მაგრამ შეიძლება მაინც გიქხართ სოფლაში. აჯობებს თუ წესით დაიწყო. როგორც ხედავთ, საპროცესო შეხება წარმოქმნილი არ არის, საქმის მასალები გამოგეცათ, დიახ. განსხვავებით რაღაცა. მაშინ მოვისმინოთ პროგრამაში შემოგვიყვება ეს ეგრეთოდებული მტკიცებულებები შესაძლებლობისად არ არის საჭირო მთლიანი წავიკითხოთ, პუნქტი მიუთითოს თავიდან მოგვუვიდეთ რა, რომ მოვისმინოთ. არ არის პრობლემა რომ შემოკლებული ბატონო ნიკანო. თანახმად ხართ რომ პროკურორებმა მშობლებათა მუსიკის მოკლე ვერსია წარმოადგინონ და არა სრულად. მხოლოდ უმოკლესად თუ შეიძლება. ორი წუთი. არა მე მესწრებოდი ეს საფრთხე და საათნახევარი გაჩერდა და საათნახევარი ამ სისულელეს ვერ მოусმენ ვერც თქვენ არა ესე უნდა ხო მე ვერც მომდით რა იმასთან შედარებით რაც შეიძლება აკა ისიც ხარ თქვენ და ხო ვეცდები რა ვერ დაგვრჩები ძალიან მოგახსენებთ სასამართლოს სტატუსის მტკიცებულებათა ნაცვლად პირველ პუნქტში მითითებულია დასაკითხვის
ინფორმაცია პირველი ბრალდებული თავად მიქანონმენია მეოთხე სალომე შიაშვილი მოწმე. პირველ კონში, რომელშიც განთავსებულია საგამოძიებო საკუთრებრივ კომუნიკაციულ დოკუმენტების ისებულებები იწყება პირველი პუნქტიდან გამოძიების დაწყების აგვისტოს გვარეთიდან 39 პუნქტის ჩათვლით ყოფილი თანდათული 2020 წლის 23 აპრილის მიმართვის წერილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის და საქართველოს პარლამენტის მიმართვის მომართვის წერილი ამის შესახებ დაკავშირებით. მეორე ტომში მიიღო პირველი პუნქტი სამსახურებრივი მონაცემების დაწესებულებების დოკუმენტაციის ნებისმიერ მეშვიდე ჩათვლით მომართვის წერილი პროკურორის პროკურორისგან თანდათული მასალები რაც ეხება ნიკარაგუის უსტაბილობის ბიზნესის განჩინება მესამე ჩათვლით სასამართლოს ერთგვარად მეექვსე ჩათვლით მაგისტრატის სამართლის ნიკარაგუის დასაწყისი დასავლეთებულია გამომდინარეობს როგორც სამართლის მასალები განსხვავებული საკუთრების კანონმდებლობიდან ამოყობებისას, საქმის დამალევისას, გაცვლისას, ასევე სასამართლოს კანონმდებლობისას, სისხლის სამართლის საკუთრების კანონმდებლობის ისეთი არ 93 პროცედურის დონეზე ვინაიდან ასწავლდა რუსკარტოპოლის ფორმალური საკუთრების ბრალდების მიმართ სასამართლომ კონსტიტუციის საკითხი კანონმდებლობის შეუქმედია, რომელსაც საკითხი გარსოდენობით და უარყოფით გამოსცემდა 30-იანი ვადა. 30-იანი ვადა გავიდა, თუმცა მან პრინციპობდა განიზრება ამავდროულად არის აღნიშნული უზრუნველყოფანებითაც და სასამართლოს ყურადღებას გამახვილებენ გარემოებაზე, რომ აღნიშნული იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება განიზრება ხდებოდა ამ ყოველის შესრულება და არა იმის გამო, რომ მას აღნიშნული კომისიების შესრულება არ შეეძლო განაბემ თომარიდან გამომდინარე, მას არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი არც პროკურატურაში, არ განუცხადება იმის თავაზე, რომ ის შესაძლებლობა აქვს და ეს იყო მისი აღნიშნულების ოდენობის დერბიშტობის მიზეზი. ეს პირველი გარემოება, რის გამოც ბრალდებულმა გამოსულა პრინციპულად არ შეასრულა აკორდის ღონისძიება და მოსამართლე შემთხვევაში პროკურორ თვითმფრინავის კანონი ისე კანონი მოთხოვნა კანონის უზენაესობა მისთვის არაფერს წარმოადგენდა აღნიშნული ნათელყოფს მისი დამოკიდებულება ფაქტობრივად, როდესაც საჯარო სივრცეში იგი სიამოვნებით აცხადებს, რომ არ აპირებს გადახდეს გირაოსი, მათ შორის ასევე აცხადებდა, რომ სასამართლო პროცესი გამოცხადდებოდა და აქედან ჩანდა მისი დამოკიდებულება, როგორც სასამართლოსადმი, ისე საგამოძიებო ორგანოსადმი. აქედან მოსამართლე ყურადღება გამახვილებენ გარემოებაზე, რომ როდესაც მას მის მიმართ უნდა შემდგარიყო გირაოს პასუხისმგებლობის შემტანის პასუხისმგებლობის ოქმი, გაფრთხილება აღნიშნულის თაობაზე მასთან არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია თანამდებობას, მათ შორის ადვოკატთანაც, რომელმაც ფაქტობრივად იქნებ თქვენი ძალების სადაც მასთან დაკავშირებით მოვიდეს საგამოძიებო ორგანოში ესეთი შემოთავაზეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოახერხეთ დაკავშირებული კანონმდებლობას, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც გამოძიებელი იძულებული გახდა, რომ ის პარტიის ოფისში, ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარიყო აღნიშნული ოქის გამარჯვება და ნათელი იყო დამოკიდებულება საგამოძიებო ორგანოსები. გარდა ამისა, მოსამართლე ნათელი გახდა, რომ ის წარმატების გადაწყვეტილება აღნიშნულს უგულებელყოფა მისთვის არის პრინციპებზე დაფუძნებული, შესაბამისად ეს პრინციპები ხდება ისეთები, რომ მის მიმართ გამოყენებული ნაკლებობი კაციერების ღონისძიება შეიცვალოს უფრო კაციერების ღონისძიებამ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი ამავდროულად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფებოდა გირაოს პირობებში, მიუხედავად აღნიშნულისა ბრალდების ხაზს მიიჩნდა, რომ ამ საქმის პარალელში გამოყენებული ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფის განხორციელებას, თუმცა ფაქტის საფასია, რომ ვერ უზრუნველყოფა რის გამოც მის მიმართ გამოყენებული ღონისძიება გირაოს პატიმრობით. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომლობა ეკუთვნება ყოველი აღნიშნულ გარემოებას და შევამოწმოთ სასამართლოში კანონმდებლობის მიმართ ღონისძიების საკითხში გარდაქმნილი გირაო 50 წლის ოდენობით შეიცვალოს უფრო მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით. ბატონო სამართლე ერთ-ერთი დამაჯერებელი კითხვა მექნება პროკურორთან ჩვენსა. აღნიშნულ შემთხვევას დაკავშირებით, ვინაიდან აპელირებას აკეთებენ გირაოს თანხის გადაუხდომაზე, ვთხოვთ დაგვიზუსტოთ სასამართლოში, როდის გადიოდა ბოლო ვადა ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდის. როდემდე ხოდა მას შესაძლებლობა რომ გადაეხადა გირაო. 2000 დაზუსტება არის, ამაზე პასუხი თავადაც იცით, თუმცა იგი პასუხობს გუშინ 12 საათამდე ამას დიახ. გუშინ 12 საათამდე ხონდა. yani ვადა ამიურა ეს. ანუ ბატონო სამართლე. ნახეთ, გუშინ
ღამის 12 საათზე 12 საათამდე ხონდა ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვაკა. დღეს პროკურორი აპელირებს აი ამ ყველაფრის ფონზე, რომ მას ხონდა სრული შესაძლებლობა, თავი დავანებოთ, ჩვენ ახლა ხო სასამართლოში ვართ და სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და სამართლებრივ საფუძვლებზე უნდა ვისაუბროთ, ხო? პროკურორი აპელირებს, რომ მას ხონდა სრული შესაძლებლობა და ეს არ გააკეთა. ის რაც საჯაროდ არის გაცხადებული, ეს სასამართლოში აკეთებულებად არ დებდა, ამას არ ეხება. ბატონო მოსამართლე, გუში საღამოს დაახლოებით 21 საათზე ნიკა მელია უკანონოდ იქნა გატაცებული პოლიციის თანამშრომლების მიერ გაუგებარი დაუსაბუთებელი ბრალდებით, მოგონილი ბრალდებით. დღემდე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება გავეკვეთ რასთან დაკავშირებით დააკავეს ნიკა. იყო შეურაცხყოფელი დამოკიდებულება და ფაქტობრივად კანონის ფარგლებიდან იყო გასული შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო. მას შემდეგ ნიკა მელია არის დაკავებული და მოთავსებული დროებითი მოთავსების იზოლატორში. ანუ ფაქტობრივად ძალიან რომ დომებოდა ნიკა მელიას გირაოს გადახდა, მას ესეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ საფუძვლითაც კი პროკურორის მიერ დაყენებულ შემთხვევაში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ეხლა რაც შეეხება გირაოს გაფრთხილების ოლქს, ბატონო მოსამართლე. მაგრამ ეს ყველაფერი დღესავით ნათელია, რატომ მოხდა ეს ორკესტრირებულად, ხო? დაწყებული მათი არ გამოცხადებით და დამთავრებული ნიკას დაკავებით და მოთავსებით იზოლატორში. რაც შეეხება გირაოს გაფრთხილების ოლქს, საქმის დევს, სრულად ვიდეო მასალაც არის დართული, ძალიან მეგობრულ ვითარებაში. მე პირადად ვესწრებოდი აღნიშნულ პროცედურას. ნიკა მელიასთან გამოცხადდა საგამოძიებო გაუმძიებელი მეორე თანხმობრივთან ერთად იწერებოდეს კამერაზე და როგორც კანონით არის დადგენილი, გაესწრო ნიკა ოფს, მოვაწერეთ ხელი და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ყოველგვარი კანონდარობის გარეშე აღნიშნული პროცედურა ჩატარდა. ეხლა აპელირება პროკურატურისა, რომ მას გამოძიებას მოუწია, ხან გამოძიებელი მიდის ბრალდებულთან და ხან საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით ამის წინა ასადან წერია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს პროკურატურის შენობაში. გამოძიება ჩათვალოთ და მივიდა ნიკასთან პარტიის ოფისში. და მოხდა აღნიშნული, ანუ აქაც კანონდარღვევა სახელი არ არის ბატონო მოსამართლე. ამიტომაც, როდესაც აი ამ ფონზე, აი ამ კრიმინალური ქრონიკის ფონზე, ორკესტრირებული სახელმწიფოს თვითნებობის ფონზე, რის საფუძველზეც ნიკა არის დაკავებული და ნიკა უფრო დეტალურად მოყვება, როდესაც შუამდგომასთან დაკავშირებით მიეცემა პოზიციის დაფიქსირების საშუალება, რა მოხდა მის თავს გუშინ, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია. აი ამ ყველაფერთან და მათ შორის აი გადაწყვეტილების გამოტანას და რაც თქვენ რამოდენიმე წუთში უნდა გამოვაცხადოთ, უფრო დეტალურად თვითონ მოყვება, აბსოლუტურად ჯერ ერთი სამართლებრივადაც არაგამართული შუამდგომლობაა მოსამართლე. ელემენტარულად ვერ მოიცადეს, ვერ დაელოდნენ გირაოს ვადის გადახდის ამოწურვას, არ ეყოთ ნებისყოფა, მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება, შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს მისცეს უკანონო დავალება და ნიკა მელია დააკავეს არასებული მოგონილი მიზეზით. თითქოს პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა შეურაცხყოფა, რაც არის აბსურდი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შემთხვევები, რა თქმა უნდა, უნდა დაკმაყოფილდეს და მეცაც გეტყვით. ფაქტობრივი საფუძველი, ბრალდების საფუძველზე როდესაც ვსაუბრობ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური მოთხოვნა, ეს არის და ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობა. ვერ იქნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ლეგიტიმური თუ თვითონ აღნიშნული კომისია არის არალეგიტიმური, უკანონო და წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან. თვითონ მტკიცებულებითი სტანდარტი აღნიშნულ საქმეში, რაც შეეხება ბრალდების მტკიცებულებითი სტანდარტს, არ არსებობს, რადგან მოსამართლე, აი ეს მტკიცებულებები ჩვენ რატომ გავაკეთეთ და აპელირებთ. ფორმალური მტკიცებულებები, ეს მტკიცებულებები არაფერს არ ნიშნავს. აქ საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ვერ იქნება ლეგიტიმური იმ კომისიის მოთხოვნა, რომელიც საწყისშივე არის უკანონო, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმურად შექმნილი. გესმით ბატონო მოსამართლე? ნიკა მელიამ არალეგიტიმური თავყრილობაზე, როდესაც განაცხადა უარი მისვლაზე, ამის გამო მას ბრალი არ უნდა წარადგინოს და მით უმეტეს დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ყველაზე უფრო მძიმე ახლობის ღონისძიების გაკისრებაზე, ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი. ამიტომაც არც ფორმალური საფუძველია აქ, არც ფაქტობრივი საფუძველია და ელემენტარული ნებისყოფა ვერ გამოიჩინა სახელმწიფომ, რომ
გირაოს გაჯახდის ვადის ამოწურვამდე დაეცადა და შემდგომ თქვენთან მოსულიყო ფორმალურად გამართული შუამდგომლობით, რომ მოითხოვათ პატიმრობის შეფარდება, თუმცა ესეც საწყისშივე იქნებოდა უკანა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ვეთანხმებით ნიკასთან მიმართებით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნას და საერთოდ მასთან მიმართებით არც ერთი საფრთხის პონიზი არ იყოს გამოყენებული. ესაც ჩვენი პოზიცია. თუ შეიძლება ჯერ გააკეთოს განცხადება, რომ ფაქტორული გარემოება მჭირდება და მე გავაკეთებ მე პოზიცია არ მაგაც არა, ეს არის. არა, მიკროფონი. დინამიკი არ არის. ძალიან მოკლედ მოუყვები, თქვენთვის გართულებული იქათ თავად, რომ მნიშვნელობა არა აქვს ნასვითი რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და რა არის სიხალვე ამ დარბაზში რაც ირკვევა თქვენი მოსამართლეობით. არ გეცინოთ, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. ნახლა არ აქვს მნიშვნელობა. წინასწარი განწყობით ხარ ყოველთვის შემოსული ნებისმიერი საქმის გართულების დროს, უბრალოდ საზოგადოება მინდა იცოდეს. საღამოს 9 საათზე დაახლოებით ვიმყოფებოდით, მეგობრებო, ორი მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე ეგრეთ წოდებული გადაცემა სახელწოდებით 2 წელს შუა, ასე ქვია. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი სულ რაღაცა 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო ატოსატასტულ საშუალება პატრულის ფორმაში გამოწყობილი ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფ პირმა ძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და აი ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა ძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა მის ეგრეთ წოდებულ ნაციაში. თავისუფლება შეუზღუდოს გუშინ უკანა. შეეშალა ხელი. და კითხვა რაში მდგომარეობს? როგორ არ შეეშალა ხელი? პირობითად თუ ნიკამელიას გაცხადებული პოზიცია შეიცვალა და გადაწყვეტილი ჰქონდა, უნდა გადაეხადა 12 საათამდე და გირაო. როგორ შეიძლება? რა თქმა უნდა შეეშალა. კითხვა რაში მდგომარეობს? მართლა ვერ მგონია. როგორ შეიძლება თავისუფლების წარდგება არ შეგიშალოს ხელი? რა კითხვა დასვით ვერ მგონია. აპირებდი თუ არა? არა, აპირებდი თუ და დასაგებია. ანუ ეს ბაშანო სამასზე კითხვის ნიშნის გარეშე ხო არის, რომ დააკავე 9-ზე და 12-მდე ქონა გადახდეს ვადა. ამას ხო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ვადის გასვლამდე, ვადის გასვლამდე შეუზღუდეს თავისუფლება. პოლემიკის გარეშე ჩამოვაყალიბდა. არა, მე გეკითხებით ერთ რაღაცას. თუ თქვენ არ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ იმას, რომ ნიკამელიას გირაოს ვადის ამოწურვამდე არ ქონდა შესაძლებლობა თუნდაც რამოდენიმე საათის განმავლობაში, იმიტომ რომ მასთან უკანონოდ მოიხსნა და დააკავეს, როგორ ამტკიცებს პროკურორი, რომ მას ფაქტობრივად ჰქონდა შესაძლებლობა არ გადაიხადა. აი, რაზე საფუძველზე საჯარო განცხადების ზოგად განცხადების საფუძველზე ნიკამ სწორედ აღნიშნა. მაშინ სასამართლოზე ამბობდა, არ ვიტყიოდა და დაეჭირათ იქ რომ. აქ ჩვენ კანონზე ვსაუბრობ და ნორმაზე. ანუ ვადის ფაქტი რა არის, ცი? ეხლა რომ თქვენ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოთ, აი მსგავსი ქმედების გამო არ უნდა დააკმაყოფილოთ აღკვეთის გარეშე დატოვა და მეორეჯერ ცოტა უკეთესად დაფიქრდებიან მავანი. კარგია. რომ აი ესეთი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, უკანონოები არ დაუშვათ. ესმი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამ რეალობაში არ ვართ. თუმცა ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ადამიანს არ აცალეს, დააკავეს, კაცმა არის რისთვის და ეხლა პროკურორი ამტკიცებს, რომ თავისუფლად შეეძლო გადახდა გირაოს. ვერ შეეძლო თავისუფლად გადახდა. იმიტომ რომ დაკავებული იყო იზოლაციაში. გასაგებია თქვენი პოზიცია, სახელმწიფოს მოსვლა. ხო, დასმული იყო ვარდა, როდის გავიდა 29-ში 12 საათზე. პროკურორი ახლა მოტრიალდა და თქვა, რომ მისი არასათანადო ქცევა სახეზე არა, გაიხედა მელიას. სათანადო ქცევა რა, არასათანადო ქცევა რა, აქ არის. და არასათანადო თქვენი პოზიცია უფრო ნათელი რა არის? გირაოს არ გადახდა, მოხდა ის გამო. იმის გამო რომ ისი დაკავება მოხდა, არ ქონდა სურვილი და ამის გამო არ მოხდა რა გადახდა. ბატონო მოსამართლე, ეხლა მე ვეკითხებით თუ ნიკაზე დაცვის ხაროს ვეკითხები. ბატონო ფაქტია კანონით ნიკამელიას
ჰქონდა მინიჭებული უფლება, ანუ გირაოს პირობა იყო, რომ გუშინ ღამის 12 საათამდე მას ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება თქვენი განმარტებიდან გამომდინარე და სასამართლო გადაწყვეტილებით გამომდინარე, რომ გადაეხადა გირაო. გუშინ 9 საათის მერე ნიკას მოუსწრეს აღნიშნული შესაძლებლობა. ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეეცვალა მისი პოზიცია და გადაეხადა გირაო. თუმცა ამის შესაძლებლობა მას უკანონოდ მოუსწრო სახელმწიფომ, უკანონოდ დააკავა და დღემდე რჩება დაკავის იზოლატორში. ამიტომაც პროკურორის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ გადაიხადა, ეს არის უსაფუძვლო. გესმით ბატონო სამართლო. რაც არ უნდა კითხვები დავგვისვათ. რაც არ უნდა კითხვები დავგვისვათ. თქვენ ახლა მაშინ მე ვთხოვ ესეთ კითხვას. ვინ უშლიდა ნიკას, რომ 12-ის ნახევარზე გადაიფიქრა და შეეტანა გირაო? ვინ უშლიდა? კანონის ჰქონდა ამის უფლება თუ არ ჰქონდა? პროკურორს იმიტომ დაუსვიმე ჩემს სიტყვის დასაწყისში დამაზუსტებელი შეკითხვა, რომ იქნება მეთქი კალენდარში ხომ არ აერია და ხომ არ ფიქრობდნენ 29-ში გავიდავა და დამიდასტურე ეს გუშინ ღამის 00 საათზე. მაგრამ ვინც გადაწყვიტა მისი უკანონო დაკავება, ამდენი არ იფიქრა. და ისიც რატომ არ იფიქრა ამდენი? იმიტომ რომ მათ ჩვენ და საუბედუროდ გარანტირებულად იციან, რომ სასამართლოში რასაც მოითხოვენ, იმას მიიღებენ. ამიტომ არ იფიქრეს ამდენი. და წესით და რიგით ობიექტური სასამართლოს პირობებში მსგავს უსაფუძვლოს შემდგომლობებზე უნდა იყოს გადაწყვეტილება არა და მომავალში უფრო კარგად დაფიქრდებიან ესეთი უკანონო დავალებები გასცეს თუ არა. კითხვა რა დავსვიცით ბატონო. დიახ. სასამართლოს სწორად შეაფასოს თქვენი დაცვის ხარის პოზიცია. ანუ მე მაინტერესებს. ქონდა სურვილი რომ გადაეხადა 21 საათიდან 12-მდე და ამის გამო ვერ გადაიხადა. ჩვენ მათაშუაში პირველი არ გიპასუხეთ ერთი გასაგებია თქვენი მე უცხოად მაინტერესებს რას გვეკითხებით წინასწარ განჭრეტას სამომავლო განწყობების სამომავლო არა უკვე როგორც 29 დღე შეიძლება არ იხდიდე ასე შეიძლება გადაიხადო ბოლო 10 წუთში. კი ბატონო. მით უმეტეს 4 საათზე. ასე რომ ფლუიდურია ადამიანის ზოგადად გადაწყვეტილებების უნარი და აზროვნება. ამუშავო პირობით ხოთ რა. არა, ხო, ეგ მაინტერესებს. არა, შეიძლება შეეცვალა გადაეხადა, მაგრამ შესაძლებლობა არ მიეცა. გადახდა ბუდაობა იკამელი, მაინც ვერ გადაიხადა. თავისუფლება წააყო. ამდენად თუ არა გადახდა. ახლა რას ნიშნავს სურვილების გამოკვლევა? ვერ გავიგეთ, რას კითხულობ ისება? რას კითხულობ, მართლა? სურვილებს გირაოს კანონს ვერ გადახდას რაღაც ობიექტური მიზეზები ქონდა ან ობიექტური ფაქტია. ამას ეს სასამართლო უნდა შეაბეროს ფაქტია. ობიექტური განზრახ არ გადაიხადა, ესეც უნდა ფაქტია. ობიექტური თავისუფლება შეუძლია. ერთი წუთით რა, აი ხა რაც თქვით. სავი აზრის წინააღმდეგარი, ბოდიშკეთ, უნდა გითხრათ, როცა არსებობს ობიექტური წინაპირობა გადახდის შემოძლებლობა, ან სუბიექტურ წინაპირობას ვინ იკვლევს? სუბიექტურ წინაპირობა თუ არ უნდა რას შეიძლება ობიექტურ წინაპირობას მნიშვნელობა არ კონდეს ანუ ადამიანად ერთი წუთით რა მოცემულობით ანუ ფაქტ ბუნებაში რომ ხედგას მინდორში როგორ შეიძლება ამას არ კონდეს მნიშვნელობა ეხლა რო კითხოთ ავარიას მაინც აპირებდი დაჯახებას თუ მერიამ დარგო არასწორად ადგილზე ხელო რა ხომ ის ხანა იმ ხეს ამშროლა კიდე არაცა დაეჯახა არა, როგორ შეიძლება ობიექტური წინაპირობა როცა არსებობს, საერთოდ მსჯელობაშიც კი შეხვიდეთ სუბიექტურ წინაპირობებს. თქვენებისო, მე არ მესმის. სუბიექტური წინაპირობები შეიძლება განგეხილათ მაშინ, თუ დააყენებდა მხარე ან ხელმოუწერლობის გამო, ეხლა თვითონ რო იცავდეს. რატო არ დააყენეს? ან ხელმოუწერლობის გამო სუბიექტურ, ან როგორც კითხვა რო არ გადავიხდიო ეგრევე შუამდგომლობით შემოვიდა და ცვლილებაზე აღკვეთის. ესეთი რამე არ მოხდარა, რატო იკურებთ იმას, რაც ის წესრიგში აღდგას. ეს არ არის გამოსაკვლევი, ასე ვთქვათ, გარემოება თქვენთვის არ არის. ობიექტური გარემოება არსებობს, მოცემულობა არსებობს, რომ ვერ გადაიხდიდა. სურვილი რაშუაში ამას ვერ შემთხვევაში კი ვერ გადაიხონდა არა პირობით. აი არა, ქონდა სურვილი. სურვილი შემთხვევაში გასულა, მაგრამ რადგან სურვილი ქონდა, არა, ვადას აღარ ელოდები, თუ აი მართლა ვერ ვხვდები, რა შეიძლება. არა, არაინტერესებს გატაცებული ვიყავი, არ ვიყავი, ფაქტებთან დაკავშირებით საუბრო. არა, არ გაინტერესებს, შუშის თვალები ვიყურე. თქვენ ხართ თანამონაწილე, ბოდიში. მით უფრო ვერ შევიკავოთ თანამონაწილე ხარ ჯაჭვის ერთი რგოლი ხარ უმნიშვნელოდ ნაკლებად
მნიშვნელოვანი თუ პირიქით ეს არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია, ხარ დანაშაულებრივი არ გაკეთეს ერთ-ერთი გოლი. რომელსაც კითხაც კი არ უჩნდება, აი აქ როგორ აღმოჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა, მოკლედ მანქანებში ჩამონტაჟებული ოფიციალურად ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები. არ გიჩნდება კითხვები. მეტიც ხარ დროებით დანიშნული მოსამართის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, ეს ყველა ვიცით. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩავაძე მურუსიძე, რამდენად ორჩილი იქნებით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება და ეს კაცი უნდა ზევებული ხარ სტოპი და უნდა მიშტოკა. ვიქნა გიაო გადასახმელად თავისუფლება შეუძლოს გუშინ უკანა გაიქცეს და კითხვა რაში მდგომარეობს როგორ არ შეეშალა ხელი პირობიდან თუ ნიკამელიას გაცხადებული პოზიცია შეიცვალა და გადაწყვეტილი ჰქონდა უნდა გადაეხადა 12 საათამდე და გირაო როგორ შეიძლება რა თქმა უნდა შეეშალა კითხვა რაში მდგომარეობს მარტო როგორ შეიძლება თავისუფლების წარწმევა არ შეგიშალოს ხელი რა კითხვათაც ვერ ვიყოთ აპირებდი თუ არა აი აპირებდი თუ და დასაგებია ანუ ეს ბაშამოსამოსი კითხვის ნიშნის გარეშე ხო არის რომ დააკავე 9-ზე და 12-მდე ქონა გადახდეს შუა და ამას ხო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ვადის გასვლამდე ვადის გასვლამდე შეუძლეს თავისუფლება. პოლემიკის გარეშე ჩამოვაყალიბდა. არა, მე გეკითხებით ერთ რაღაცას. თუ თქვენ არ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ იმას რომ ნიკამელიას გირაოს ვადის ამოწურვამდე არ ქონდა შესაძლებლობა თუნდაც რამოდენიმე საათის განმავლობაში იმიტომ რომ მასთან უკანონოდ მოიხსნა და დააკავეს, როგორ ამტკიცებს პროკურორი, რომ მას ფაქტობრივად ჰქონდა შესაძლებლობა არ გადაიხადა. აი, რაზე საფუძველზე საჯარო განცხადების ზოგად განცხადების საფუძველზე ნიკამ სწორედ აღნიშნა. მაშინ სასამართლოზევე ამბობდა, არ უხდიოდა და დაეჭირა თიქო. აქ ჩვენ კანონზე ვსაუბრობ და ნორმაზე. ანუ ვადის ფაქტი რა, იცი? ეხლა რომ თქვენ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოთ, აი მსგავსი ქმედების გამო არ უნდა დააკმაყოფილოთ აღკვეთის დარში დატო და მეორეჯერ ცოტა უკეთესად დაფიქრდებიან მავანი კარგია რომ აი ესეთი სამართლებრივი ასე ვთქვათ უკანონოები არ დაუშვათ ესმი მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამ რეალობაში არ ვართ თუმცა ამაზე მეტი რა უნდა იყოს ადამიანს არაცალეს დააკავეს კაცმა არის რისთვის და ეხლა პროკურორი ამტკიცებს რომ თავისუფლად შეეძლო გადახდა გიროს ვერ შეეძლო თავისუფლად გადახდა იმიტომ რომ დაკავებული იყო იზოლაციაში. დასაგებია თქვენი პოზიცია სათანადო მოსვლა. ხო, დასმული იყო ვარდა როდის გავიდა 29-ში 12 საათზე. პროკურორი ახლა მოტრიალდა და თქვა რომ მისი არასათანადო ქცევა სახეზე და გაიხედა მელიას. სათანადო ქცევა რა არასათანადო ქცევა რა აქ არის. და არასათანადო ქცევა რა აქ არის. შეუძლია რომ არის ხოსტეს სხვა შეუძლია. პირიქით მოგვარდეთ მოგვარდეთ. მოვიდა თვითონ. ხო, ერთი. მეორე იცით ვინ არ მისცა გამოცხადების შესაძლებლობა გუშინ პროცესზე თქვენ და პროკურორებმა პირველ რიგში ანუ მელიას გადაცემა საპატიო მიზეზი არ არის თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა არ ვიკამათოთ თქვენთვის ხო საყოველთაო ცნობილ ფაქტებში აფასეთ ამ წუთში რომ პატიმრობაში იყო ჩავთვალოთ რომ არ გაუტაცებიათ კანონიერ ადმინისტრაციულ პატიმრობაშია დაპატიმრებული შეზღუდულია თავისუფლება აფეთილი ფაქტია და ამათი არარსებული ტრენინგი გარემოება, რომელიც თავისივე განცხადებით მოგიტანეს, ხარია პროკურატურა, მე მაგას გეუბნები. დოკუმენტის გაყალბებადაც კი არ ჩაითვლება და იქ ცნობა. პირდაპირ გეუბნები და ხარია ამ პროცესში. ის ჩაუთვალეთ, ვერაფერი ვერ ვიგვითითეს საერთოდ, რომ არ არსებულია. გამოკვლევა ვცადეთ, ერთი ლექცია მაინც გითხარით, ვინც აგიკითხათ და რა თემაზე თქვა და არ გვიპასუხეს საჯაროაო, საჯარო წყაროებში ნახეთოთ ამ კითხვას და
ვაქცევ ყურადღებას, რასაც ამბობს პროკურორის სიტყვა არ უნდა მოუშვა პირიდან, ისე რომ არ დაფიქრდეთ. მოვისმინე, რაც თქვათ, უგნებავთ გადავახვიოთ და ვნახოთ, ნახე საჯარო წყაროში და აფერი არ წერია. ეს საპატიო მიზეზია ამ იმგვარ ვითარებაზე, როცა გამოცხადების შესაძლებლობას არ აძლევ ადამიანს და იმავე საღამოს რომ მას იჭერენ. თქვენ ცხადთ ჭართული ამ ყველაფერში ორკესტრირებაში. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, იმიტომ რომ ისე უცნაურად 24 საათით გადადის პროცესი ცხოვრებაში არ გიქნიათ, ალბათ მართალია ცხოვრება თქვენი არ უკავშირდება დიდი ხნით სასამართლოს ახლა დეკემბერში ხართ დანიშნული ალბათ ესეთი პროცესებისთვის, მაგრამ მაინც ეს კაცი ყველაფერი ქენით რომ გუშინ გამოცხადების პრობლემა ყოფილიყო, ეხლა ვარაუდი რა სიზავდით რასაც ჯერ რა კითხვა დასვიწერო. გულში რა დედო ეხლა ამას ეკითხებით აქ მჯდომ ადამიანს რომელსაც პატიმრობა უნდა შეუყვარდეთ ესეთი კითხვა მოსამართლისგან არ დასრულა არასდროს ის კი არა შუამდგომლობები რომ დგებოდა რომ არ გადავიხდი მაინც და არ შემიფარდო იმ შუამდგომლობებს ლაპარაკს მაწყვეტინებდა რას ველაპარაკებს მე არ ვცდე საიდან მოიტანეთ ეს პრაქტიკა რომ რასაც აცხადებს იმის მიხედვით უყარდეთ პატიმრობას როდის დასრულამდე ეგეთი პრაქტიკა არა აქვს სასამართლოს და თქვენ რა შუაში ხართ ისე როგორც ერთი დიდ გადადების სხვა ჯორის მაგრამ კარგი დავანებოთ ამას თავი. იქნებ შევიცვალე აზრი ბოლოს საათს. ან 10 საათს. არა, თეორიული შესაძლებლობს არა არსებობს. რა თქმა უნდა. მანამდე გამორიცხული ამბავია რომ ადამიანს დაუდგინდეს არ გადახდა. ძალიან კარგად იცით. ძალიან კარგად იცით ეს და პროკურატურამ ძალიან კარგად იცით. უბრალოდ შეეშალა 29-ში პროცესი. გირავთ 29 ერთმანეთს დაემთხვა შეეშალა. ამის მერე რა ხდება? მიდიან ტრენინგზე რომელიც არ არსებობს და რომ წესებობდეს ამ დეპარტამენტში ყველა ტრენინგზე რო წავიდა, თან ფულის გათეთრების ტრენინგზე, ამ დანაშაულებზე ბრალდებათ რომ გამოდის ისეთი მხარე. ეხლა პროკურატურა მაინც ვიცი რა, 0.5% ხო იყო პროკურორი გამოვიდა წესზე. რა წესზე გამოსვლას მაინც თუ ყველა წახვედით, კაცო, თელი პროკურატურა ის ფულის გათეთრებას სწავლობდით თუ რაღაც ბლოკჩეინს. რა, ბლოკჩეინს უნდა კითხოთ ეხლა ტრენინგის მერე და მაინტერესებს რომ მიპასუხებთ. ვაშეც მეტი არავინ არ იცის საქართველოში. ხელის გულზედებს რასაც. ამის მერე თქვენ პროცესს გადადებით, კაცი უკანონოდ დაიყვანეს ქუჩიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაშორდა და კანონიერად დაიყვანეს. არ პატიმრობაში ვადა 3 საათი თეორიულად აქვს. და ეხლა თქვენ მეკითხებით იმ 3 საათში აპირებთ თუ არა გადახდასო. მოგველანდოს არ პასუხობთ. თუ დუმილსუფლების გამოყენება ჩვენ გვაქვს დუმილსუფლების გამოყენება სხვა ჯობს ეხლა და ჩინჩალაძეს არ ქონდა თავის დროზე როგორც პროკურორმა რა თქვა დუმილსუფლებას ვიყენებო. აი თქვენი უფროსი რო აი სასამართლოში რო ის ჩინჩალაძეს. არასათანადო ქცევა სახეზეო ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ესეთი რამ არ მომხდარა, ეს არის ვარაუდი პროკურატურის ვარაუდია პროკურატურის რომ არ გადაიხდიდა და ვარაუდების საფუძველზე თქვენ თუ იღებთ გადაწყვეტილებას პატიმრობაზე, თქვენ გეყოლებათ უკანონო პატიმარი. პირდაპირ გეუბნებით, მარტო პოლიტპატიმარი კი არა, უკანონო თავისუფლება აღკვეთილი პირი გეყოლებათ. წინასწარი შეცდობით უკანონო პატიმარი გეყოლებათ. წინასწარი შეცდობით, ამას გავთხილებთ. გავთხილებთ და კი არ გემუქრებთ, გავთხილებთ რომ ჩვენ ამას ასე წარვადგენთ ყველგან. არ გამოცხადდებოდა, გამოცხადდა. როგორ არ გამოცხადდება? არ გამოცხადდება, ეხლა შეიცვალა. გამოცხადდა. მან მოითხოვა რომ სად არ გამოცხადეთ? სასამართლოში გამოცხადეთ. ოქმის მოვაწერეთ ხელი, პროკურატურაში გამოცხადეთ, გაცვლაზე გამოცხადეთ. რა თუ ხელი არ მოაწერა. მაშინ დაეყენებინათ გირავის შეცვლის ლოგიკა. შუამდგომლობა. არა, მნიშვნელობა არა, კაც ხო ამბობს არ მოაწერაო. თუ რაც არ დაეყენებია გირავის შეცვლის ლოგიკა. 29-ში რატო გავხსენდეთ ყველაფერი პარტნიორების რუკზე, მუტაციების ჩათვლით. ან ტრენინგზე, ბლოკჩეინზე სანამ არ ჩამოიყალიბეს წარმოდგენა და ტრენინგზე არ წავიდნენ, მანამდე არაფერი არ ცოდნიათ. ბოლოს გავახსენდეთ ბლოკჩეინის ტრენინგზე, რომ არ მოაწერა 29-ში კი არა, 30-ში გასდის ვადა, მერე რომ ამიტომ დასაყარებელი იყო წინასწარ, რა ვიცი, წარმოუდგენელი გზები და ბოლოს მინდა შეგახსენოთ. ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანო მოპყრობას დაკავებისას ნიკანორ მელიაზე. 191 პრიმა მუხლია, რომელიც განისაზღვრა ვალდებულებას თქვენ შესაძლებლობას გაწევთ და კონვენციას ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებას გაკეთებთ, იმიტომ წამებას და არაადამიანო მოპყრობას ეხება საკითხი.
191 პრიმა მუხლი თქვენ უნდა გამოიქონიოთ ეს საკითხი და მიმართოთ შიდა გასახდთა სამინისტროს პენტენციურ დაწესებულებას და პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით დარწმუნებული ვარ, ეს მუხლი თუმცა რამდენიმე შემადგენლობა სასამართლოს ისეთ არ იცოდა რომ არსებობს. თავად რამდენს გავს რა მაგალითად როგორ ანუ ეხლა რაც ბრალდებულმა მოყვა, თქვენ შეფასება უნარიანი ინფორმაცია თქვენთვის არ არის. ეხლა განაცხადეთ. კვალისა ხელდა და ყველაფერი დეტალი ჩვენებოდნენ. გამიტაცეს, იძალადეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, ჩემს ტელეფონში ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას და არ განუცხადნენ. მისი ნებართვის გარეშე უღებდა ვიდეოს, ვიდეოს უგზავნიდნენ და ამ თქვენთვის განუშტოებულა ამაჩის პრობლემა. ცინიზმის გარეშე 191 მუხლი განსხვავებული შუაგულობას ეთანხმება თუ არა ეხლა კითხავ. ხო იქნება თქვენთვის ეს განცხადება. რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. ხო ეთანხმები 191 მუხლი პირველი პრიმა მუხლი დაყენებდა ამ წუთში. ამიტომ შინაარსი ამ შუაგულობას არ აქვს. ეს არის მე არ ვიცი რომ ვადა გაექცა ტექნიკური პრობლემა, რაღაცა ვერფლეს, ვიღაცა ვერ მოიგდა. ეს ჩვენი საქმე არ არის. შუამდგომლობა არის არათუ უსაფუძვლო არაბეთ როგორც უნდა ხარჯობი როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, არის გაუმართავი ფორმალურ სამართლებრივ თვალსაზრისით. ძალიან მოკლედ გეტყვით. დიახ, პირველ რიგში განცდა არ გვაქვს მართლა რომ დღეს ახლა ჩვენ აი ადვოკატებმა რა არგუმენტიც არ უნდა გითხრათ რომ თქვენ რაღაცა თქვენს განაცხადეთ თუ ტელეფონიდან რატო გითხრათ. მონიშნული მაქვს რა საკითხებზე უნდა გავამახვილო ყველაფერი. აქედან განცდა არ გვაქვს რომ ჩვენი ხა აქ ადვოკატებმა რა დასაბუთებული პოზიციას არ უნდა წარმოგიდგინოთ რომ თქვენ ეს მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე შეგაცვლებთ. ეხლა რა შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებებს რაც არასწორად ბრალდების ხარემ და მითითად აი ამ შუამდგომლობის ფარგლებში. პირველ ის რომ თითქოს წარმოჩენილი იყო რომ ნიკამელიამ რაღაც თავი არის და საგამოძიებო უწყებებში გამოცხადებას და ასე შემდეგ. ხაზგასასმელი ეს ფაქტობრივი გარემოებები და შეგახსენებთ თქვენც და ბრალდების ხარესაც იმას რომ ნიკამელია მოცემულ საქმეზე მან გამოიყენა თავისუფლება და არ გამოცხადა საგამოძიებო ორგანოში, მაგრამ მაგისტრატ მოსამართლემა მისცა ჩვენება, ანუ სასამართლოში გამოცხადა. ამის შემდეგ ბრალის წარდგენაზე პროკურატურაში გამოცხადა. ეხლა რა შეიძლება დავუკავშიროთ და დაეუქმებინათ ეს. საერთოდ რა იყო? აქედან გამომდინარე წარმოდგენის შესაბამისი მიცემულები. ეხლა რა შეიძლება გირაოს საკითხს. გირაოს შესაძლებლობა იმ დადგენილ ვადაში თავისუფლად შეძლოს გირაოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში. უბრალოდ რომ გითხარით, კვალიფიკაცია რასაც ედავებიან ნიკა მელიას, მსგავსი ნორმა არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში. უნდა გამოყენებული ყოფილიყო ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსი და არის ის სამართალდამცავთა ფაქტია რომ არ გადაუხდია მას ის რაც სასამართლოს განჩინებით ევალებოდა ახლოს პოზიციების სახით შეტანებული გირაო. მთელი 30 წლის განმავლობაში ბრალდებული აცხადებდა რომ ის არ აპირებდა აღნიშნული გირაოს უზრუნველყოფას. დღეს მდგომარეობით ეს ვადა არის ამოწურული. აქვე გავუსვამ დაცვის კითხვას პასუხს რომ თუმცა 3 საათში შესაძლებელია ბრალდების შეცვალა პოზიცია. იბატონო, რამდენი სამი ადვოკატი წარმოადგენთ დღეს მის ინტერესებს და მეორე სამოხლის საგარეო კანონმდებლობის კარგად იცით ხო? ძალიან. მას ან მისი სახელით მესამე პირს უფლება აქვს რომ შეიტანოს მის სახელით. მესამე პირი თუ არ იყო? და თუ არ იყო მესამე პირი რა უნდა ვქნათ? ბატონი, მოვიგონოთ მესამე პირი. სულდა ბრალდებს და მზაობის გამოხატავდა გადაერთდა პიროვნებასა შეესრულებოდა. ადამიანები ძებნის პროცესში მუშაობენ. არ ვიცი. წესრიგის გამოგიწოდეთ. ხო არ გაწყვეტინება. თუ მოხდეს ეს და ბრალდებულმა მიჩნია რომ გადაერთდა და შეესრულებინა განჩინები რომ დაკისრებული ვალდებულება ამ შემთხვევაში აკუთვნოს კონსტიტუციის პირობების შეესრულებინა კანონმდებელი ასწავლის საშუალებას და კონსტიტუციური შესაძლებლობა რომ უზრუნველყო პიროვნების ოდენობა. მეორე სამოხსა მიუწვდე დაწესებულებას ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, მაგალითად მოუყვანს საპატიმრო გირაო, როდესაც ეხარჯებათ ბრალდებულებს, მათ შესაძლებელი აქვს თავისუფლება იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა მათ მიმართ ეს არის ყოფილი მაგაში შესაძლებელი
შესაძლებლობა და ის პოზიცია, რაც გამოხატავს ფარემდე დოკუმენტს შესაძლებელია ქონოდა შეეცვალა პოზიცია, ამაზე არგუმენტი ეს არის. რაც შეეხება თვითონ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში ბატონო ყურადღებას გამომახვილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან დღემდე ბრალდებული ციცევაზე. პრინციპულად გამოხატავდა პოზიციას, რომ არ აპირებდა გადახდას. არაერთი საჯარო მოწოდება დაფიქსირებული როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე სატელევიზიო სივრცეში, ასევე მისი პირად Facebook გვერდზე, სადაც ლაივებს წერდა, რომ არ აპირებდა გამოცხადებას სასამართლო პროცესზე და მათ შორის გუშინ როდესაც სასამართლო პროცესი გადაიდო, არც სხვა მოვალის მსგავსი განაცხადი ჰქონდა. ყოველივე ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ ჩვენ და ეს ფაქტები გვაძლევს საშუალებას, რომ ბრალდებული სათანადო ქცევა არ არის სახეზე, რაც არის საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებობრივი ღონისძიება შეიცვალა. მან დაარღვია აპოთის პირობები, არ შეასრულა განჩინებით დაკისრებული ვალდებულება, უყურებელყო კანონი, კანონიერი მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება და ყოველივე აღნიშნული შემდგომ დღეს დაცვის მხარე აცხადებს, თუმცა ბრალდებული აპირებდა გადახდას და ეს შეუძლება ბრალდების გარემოების ვერანაირი ფაქტის სახეზეა, დარღვეულია მის მიერ ვალდებულება და საფუძველი სამართლებრივი, წმინდა სამართლებრივი საფუძველი, რომ მის მიმართ ნაკლებობრივი ღონისძიება შეიცვალა პროვოკაციით, სახეზეა ამ შემთხვევაში მითითება, როდესაც მას უკვე ერთხელ დარღვეული აქვს გირაოს პირობები, ის კლასის სამართლის სადგურზე, რომელიც აქვს მას შეფარდებული და ამ გირაოს პირობებში ჩაიდინა განზრახი ქმედება, რასაც წარმოადგენს დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. რაც შეეხება იმ გარემოებებს, სადაც ბრალდებულმა ისაუბრა ადმინისტრაციული წესის დაკავებას, ამაზე ბატონო სამართლის დღეს ეს საკითხი განიხილება და ამისთვის ალბათ წარადგინება შესაბამის კოლეგიას და განიხილება მის დაკავების კანონიერების საკითხი. ამავდროულად დაცვის მხარეს შემოწოდება ნამდვილად არ სჭირდება, იციან ალბათ სადღაც მიმართონ, შესაბამის პროკურატურულ შეუძლიათ მიმართონ, მიაწოდონ ინფორმაციას, მის ფაქტობრივ გარემოებებს ადგილი ჰქონდა და აღნიშნული საკითხი არის შესწავლის საკითხი, ხო? ამიტომ შესაბამის მოუწოდებებმა შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ შესწავლის მიზნით. აქედან გამომდინარე, მაგაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. უნებრივად შეკითხვის პოზიციაზე მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს აპოთის ღონისძიება უფრო მკაცრი აპოთის ღონისძიებით და შემდგომობაში და რეგულაში თვითონ დასაბუთებულა კონკრეტული ინფორმაცია ის. ორ დეტალზე გავაკეთებ აქცენტს. როდესაც პროკურორი მიგვითითებს მეორასე მოუხსნა და სადაც საუბარია მესამე პირებზე, ეს ბატონო მოსამართლეო საუბარია და შეგახსენებთ 50000 ვარიანტ გირაოზე და თუკი მესამე პირებზე საუბარი უნდა იყოს მესამე პირის სურვილი და თანხმობა. გესმით? და ვერავინ ვერ დაავალდებულებს მესამე პირს, რომ ბრალდებული სანაცვლოდ შეიტანოს 50000 ვარიანტ გირაო. ეს არის აბსურდი ხარ და პროკურორი საუბრობს სამართლებრივი თვალსაზრისით. ფაქტი არის ერთი. ნიკას არ ქონდა შესაძლებლობა ვადის გირაოს ვადის აღწურვამდე, რომ დომებოდა და ძალიან დიდი სურვილი ჰქონოდა უზრუნველყო 50000 ვარიანტ გირაოს ან თანხის შეტანა, ან ქონების სტატუტი. მეორე. ასევე მეორე მოიშველია, მან ჩაიდინა განზრახი დანაშაულიო გირაოს პირობებში. ბატონო მოსამართლეო, ჯერ არავის არ დაუდგენია, რომ ნიკა მერიან დანაშაული ჩაიდინა, ამაზე ალბათ იურისტები ვართ და თანხმდებით. რადგანაც მას ბრალიებს წარდგენა, ეს არის აბსურდი. და სანამ სასამართლოს განაჩენი დადადგინდება პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, პირი ითვლება უდანაშაულო და ვერავინ ვერ მოედავება მას, რომ მან განზრახი დანაშაული ჩაიდინა. ესეთი, ასე ვთქვათ, პროკურორმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. ის რაც ზოგადად საჯარო სივრცეში არის ინფორმაცია, რომელიც საქმეში მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი ბატონო მოსამართლე, რომელიც პროკურორი აჟღერებს დღეს ამ პროცესზე, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდი. არ შეიძლება ამის გაზიარება. გესმით? და ასეც რომ იყოს, კიდევ ერთხელ გეუბნებით. არავინ არ უშლის ადამიანს, როცა უნდა ადრე შეიცვალოს და როცა უნდა მის გადაწყვეტილება შეცვალოს. ამიტომ ჯერ ერთი საქმეში მტკიცებულები არ არის, რა საჯარო განცხადებები კეთდებოდა გირაოსთან დაკავშირებით და მეორეც. ის არ მიეცა შესაძლებლობა, ვინაიდან იქან ჩადენილი მასთან მიმართებით დანაშაული, გაცემული იყო დანაშაული ბრძანება და ელემენტარული ნებისყოფა არ იყო სახელმწიფოს, რომ პირთან მიმართებით ბოლომდე მიიყვანა პროცესი. აი ახლა ვართ მოცემულობაში, როდესაც შავი თეთრზე არის, აი აქ და გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მიიღოთ, არის ძალიან მარტივად მისაღები, როდესაც ობიექტურად გარემოებიდან გამომდინარე რჩევას მოსამართლე. აი დანარჩენი უკვე თქვენზე და ნიკამ ძალიან სწორად აღნიშნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვენი შეფასებით კარგად გააზრებული, ბრალდებულის უკანონო პატიმრობა. მაგალითად მოყოლებული. კარგი, მე ძალიან მოკლედ დავამატებ, რომ აღარ შევეცოხოთ პირველ რიგში.
ადამიანი, რომელიც თავისუფლება ახვეწილია უკანონოდ ახლა სავარაუდოდ მეორეჯერ აუკვეთენ თავისუფლებას, პროცესის შემადგენლობით ოღონდ. ძალიან მარტივად პროკურორს უნდა გამოეხმაურო, ჯერ ვარაუდებზე აგება პატიმრობის მოთხოვნის ეგეთი რამე წინასწარ პატიმრობას შეიძლება კიდე გაიგო, მაგრამ როცა ფაქტებს აფასებ და ვარაუდისთვის სიმწე არ არის უბრალოდ ჩვენ საუბრობთ ფაქტის შეფასებაზე, გადაიხდი და არ გადაიხდი და ვარაუდია. განზრახი დანაშაული ჩაიდინა გირაოში, ეს მოყავს ერთ მტკიცებულებად. და მე მომითხოვე, რა ქვია, გირაო თქვენ მოითხოვეთ გირაოში გირაო, მე ხო არ მომითხოვია. მაშინ არ იცოდით, რომ თქვენი აზრით განზრახი დანაშაული ჩაიდინა გირაოში. ხო იცოდით, რა მოითხოვეთ გირაო. მოგითხოვეთ სხვა, გაგცემდით იქ პასუხს როგორც იყო. მეორე საპატიმრო გირაო, ნუ ახლა საოცარი ისტორია, თავის საწინააღმდეგო არგუმენტი მოყავს, აი პირდაპირ. საპატიმრო გირაო იმიტომ არსებობს, რომ ატიმარი იყოს შიგნიდან მესამე პირის მეშვეობით მოხდეს გადახდა. ეს არ იყო საპატიმრო გირაო და თვითონ სანამ შეუძლია ადამიანს მანამდე ითვლება გირაო თეორიულად გადახდა. ჩვენ რა ვარაუდი გაგიჩნდათ, რომ მესამე პირი არსებობდა, რომ 50000 ლარს მისცემდა მელია და დაავარებდა გადახდას. ეს რა ვარაუდია საერთოდ? ან რა გაძლევ? შესაძლებლობა რომ აქვს ვალდებულება სამხედრო. მესამე რა მოხდა შეფასებადია თუ რაღაცა და ორგანოს მიმართეთ შესაბამისი რა არის. ნუ მიმითითო თქვენ პროკურატურა ხართ. ბრალდების ვალდებულება არ გაქვთ მხოლოდ უფლებადაცვითი ორგანიზაციაც ხართ. რამდენადაც მახსოვს. და ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნის დროსაც კი თუ აღმოაჩენთ რომ დანაშაულის ნიშნები არ არის, უნდა შეწყვიტოთ დევნა. და რომელი მუხლია ესე შემიძლია გითხრათ. 191 პრიმა მუხლი წაიკითხეთ საპროცესო კოდექსში და მოსამართლე შესაძლებლობაზე გეკნება წარმოდგენა ასეთ ვითარებებში და ბოლოს. მიმართავთ ბატონო. არა, მე თქვენ არ გეგმავთ პროკურორს. ვარაუდებზე დამყარებულ პატიმრობას, უბრალოდ ასეთ ვითარებაში ამ კონტექსტში შეცვლას გირაოს პატიმრობის ჭირდება ფაქტების მოხმობა. არ მოაწერა ხელი აღმოჩნდა რომ ტყუილია მტკიცებულება არა აქვს. არ გადაიხდი და აღმოჩნდა რომ ვარაუდია ერთი არსებობს ვერანაირი მტკიცებულება. მესამე პირს გადაეხადაო, აკიცებენ მეგობრებით არ იყო მესამე პირი ეგეთი. მტკიცებულება გააქვთ, თქვენზეა მტკიცების პირი. არ გაქვთ. აბა მე ვერ გავიდასკურებთ, ეხლა რომ მესამე პირი არ იყო, არ ყოფნას ვერ ადასკურებთ. თქვენ უნდა დაადასკუროთ რომ იყო. არასათანადო ქცევა სახეზეაო, ტყუილია, არ არის სახეზე. ამიხსენით შუამდგომლობა და მოწვა პროკურორის რეპლიკაში, რომელი განცხადება იყო სიმართლე. რაც ჩამოთვალა ყველაფერზე გიპასუხეთ, ან არის ვარაუდი, ან ტყუილი. და ტყუილზე და ვარაუდზე დაფუძნებული პატიმრობა არის უკანონო პატიმრობა, ეხლა რასაც წავიდა. თავს გავს ბრალდების საფუძველი ბატონო. დასრულეთ. ბატონო ბეკარა ეს ძალიან ხმარს. არა. შეგიძლიათ თუ გაქვთ ხარ ეს თქვენ. აბა. აბა. თქვენი პოზიცია უფრო ნათელი რა. იმავს არ გადახდა. მოხდა არის გამო. იმის გამო რომ მისი დაკავება მოხდა, არ ქონდა სურვილი და ამის გამო არ მოხდა რა გადახდა. ბატონო მოსამართლე, აი მე მეკითხებით თუ ნიკაზე დაცვის ხაროს ეკითხები. დაცვის როგორც ბატონო ფაქტია, კანონით ნიკა მემიას მქონდა მინიჭებული უფლება, ანუ გირაოს პირობა იყო, რომ გუში ღამის 12 საათამდე მას ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება თქვენი განმარტებიდან გამომდინარე და სასამართლო გადაწყვეტილებით გამომდინარე, რომ გადაეხადა გირაო. გუში 9 საათის მერე ნიკას მოუსწეს აღნიშნული შესაძლებლობა. ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეეცვალა მისი პოზიცია და გადაეხადა გირაო. თუმცა ამის შესაძლებლობა მას უკანონოდ მოუსწო სახელმწიფომ, უკანონოდ დააკავა და დღემდე რჩება დაკავის იზოლატორში. ამიტომაც პროკურორის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ გადაიხადა, ეს არის უსაფუძვლო. გესმით ბატონო მოსამართლე? რაც არ უნდა კითხვები დავგვისვათ. რაც არ უნდა კითხვები დავგვისვათ. თქვენ ახლა მაშინ მე ვთხოვ ესეთ კითხვას. ვინ უშლიდა ნიკას, რომ 12-ის ნახევარზე გადაიფიქრა და შეეტანა გირაო? ვინ უშლიდა? კანონით ჰქონდა ამის უფლება თუ არ ჰქონდა? პროკურორს იმიტომ დაუსვიმე ჩემს სიტყვის დასაწყისში დამაზუსტებელი შეკითხვა, რომ იქნება მეთქი კალენდარში ხომ არ აერია და ხომ არ ფიქრობდნენ რომ 29-ში გავავიდა ვარ და დამიდასტურე ეს ფიქრი. გუში ღამის 00 საათზე.
მაგრამ ვინც გადაწყვიტა მისი უკანონო დაკავება, ამდენი არ იფიქრა. და ისინი რატომ არ იფიქრა ამდენი? იმიტომ რომ მათ ჩვენ და საუბედუროთ გარანტირებულად იციან რომ სასამართლოში რასაც მოითხოვენ იმას მიიღებენ. აი, ამიტომ არ იფიქრეს ამდენი. და წესით და რიგით ობიექტური სასამართლოს პირობებში მსგავს უსაფრთხოს ჭონდღოლობებზე უნდა იყოს გადაწყვეტილება არა და მომავალში უფრო კარგად დაფიქრდებიან ესეთი უკანონო დავალებები გასცეს თუ არა. კითხვა რა გადავსვიცით ბატონო. დიახ. სასამართლოს სწორად შეაფასოს თქვენი დაცვის ხარის პოზიცია. ანუ მე მაინტერესებს. ქონდა სურვილი რომ გადაეხადა 21 საათიდან 12-მდე და ამის გამო ვერ გადაიხადა. ჩვენ მაგაშუაში პირველი არ გიპასუხეთ ერთი გასაგებია შეშალობა. მე უცხოად მაინტერესებს რას გვეკითხებით წინასწარ განჭრეტას სამომავლო განწყობების? სამომავლო არა უკვე როგორც 29 დღე შეიძლება არ იხდიდე ასე შეიძლება გადაიხადო ბოლო 10 წუთში. კი ბატონო. მით უმეტეს 4 საათზე. ასე რომ ფლუიდურია ადამიანის ზოგადად გადაწყვეტილებების უნარი და ასრულება. კი გითხრათ რა. არა, ხო, ეგეც მაინტერესებს. არა, შეიძლება შეეცვალა გადაეხადა, მაგრამ შესაძლებლობა არ მიეც. გადახდა როდო იკამელია, მაინც ვერ გადაიხადა. თავისუფლება წააყო. ასევე სასამართლო მოგესალმებით. ნაის გადაპოზიციები ჩვენ მისმინეთ ამოწურეთ. მოგესალმებით მიღებულობასთან დაკავშირებით. გადაპოზიციების მოსვლის და სამსახურების გასამართის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ კიდევ ოთხის გადახდა ნიკამელიას მხრიდან არ გადახდა უბრალოდ მოხდა მიზანმიმართვა. 2025 აპრილის გადაგვიწყდა მართვა პერსონალიზების საკითხი გამოგონებული იქნა დია ორგანიზაციის საერთაშორისო გადაწყვეტილების განსაზღვრა 30-მდე. სასამართლომ მონიციპალურ პიროს გამოგონების საფუძველად მიუხედავად რომ არსებობდა ახალგაზრდა ჩადენის და ამის საკითხები კიდევ გადაწყვეტილება რეგულარული გამოცულია პრობლემებს საკითხთან დაკავშირებით ხალხი პატერიებას რაც დაცვის ხარემ მიუხედავად բոլორა 3 საათი დროს შეგუება თავისუფლება და ამის გამო შეიძლება რომ გადაეხადა თემი 20 საათი კონდა სასწავლებელი გადახდის გადაეხადა საფასალებით ასევე დინდება რომ საფასალები რეგისტრირებულია ზოგადად შეიძლება უზრუნველყოფა ასევე აღსანიშნავია ის რომ მოცემულ შემთხვევაში ნეოსტატუს უზრუნველყოფა ამოძრავი კომუნიკაცია შეუძლებელია თავად მესამე პირების მხრიდანაც და არამხოლოდ დაბეჭდის მხრიდან გარდა ამისა სასამართლო პროცედურაში იღებს დაბეჭდის ცერვას რომელიც არის აშკარად არაკანონმორჩილი რაც გადასწყვეტა დიდეს სასამართლოს დონეზე მისიქცევი არამხოლოდ ბოლო ეპიზოდიდან არამედ მანამდეც როცა გამოხატავდა აგრესიას შესაბამისად სასამართლო ხელმძღვანელი საქართველოს სამართალო პროცედურის 219-220-ზე ესამბლეის ფედერაციის 99-199-290 და ის დაპირით დააგროვა. დალევის ხარის შუამდგომლობა დაკავებულდეს გალდებულ ნიკანოვინელიას დაბადებული 1999 სექტემბრის მიდამოების 70-99 მიმართ თბილისის საკალათბურთო სასამართლოს საგამოძიებო და წინასამართლოს კომისიის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით გამოყენებული აფეთქების ღონისძიება კიდევ შეიცვალოს უკანკაცი აფეთქების ღონისძიებით ადგილობრივი. დაბადებული ნიკანოვინელიას კათოლიკური სკოლის დაიწყოს კათოლიკური დაკავების მომენტიდან გალდებული ნიკანოვინელია მოხსენებული იქნა სპეციალურ დეპარტამენტში საბჭოთაშიში საუკუნე განჩენილი საშუალება და ცნობისთვის გადაიწყოს ფაქტობრივი დაკავების 200 სამეფოს მეშვიდე ნაწილი გათვალისწინებულ პირებსა და ორგანოებს. საუკუნე განჩენება შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან. ანუ ეხლა დააკავება გითხრათ შეიძლება დააკავებენ გადაწყვეტილება გამოაცხადოს. აქ შემდეგი შეკითხვა მაქვს რომ შეიძლება განმარტება არა სხვა რამეს ანუ
სასამართლოს კი არ ვიყურებ ხარ და ასაკეთებს ჩემი პოზიცია. ადმინისტრაციული პატიმრობის და ნებისმიერი სხვა ტიპის პატიმრობის შეთანადება არ განისაზღვრება არაფრით. ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს სასამართლო. Kāpēc თქვენი განმარტება მაინტერესებს, თქვენ შევფარდეთ წინასწარ პატიმრობა. დიახ, და განმარტება. ადმინისტრაციული სამართლის წარმოება მიმდინარეობს მასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა რომ განმარტება გააკეთოთ თქვენი გადაწყვეტილებით, განჩინებთ როგორც ხნებათ, ან ზედილი განმარტება გააკეთოთ, იმიტომ რომ შეფარდებელი თქვენ ხართ ამ შემთხვევაში. იმ შემთხვევაში სამართლე იქნება იქაც დავაკეთებთ ამ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ შეფარდებელი ხართ ამ შემთხვევაში. და ვარაუდი არსებობს რომ შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეთ. იგივე ვარდით სხვა შორის რაც წინასწარი პატიმრობა. თქვენ რომ განმარტება გააკეთოთ თუ ინებებთ ამას, რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი როგორ მიმართება ერთმანეთს. განჩინება, საუბარი განჩინება გადაიზარდა შესაბამის პროგრამებს და მათ მიერ როგორ განაირჩევა ასრულება, ეს არის ტექნიკური საკითხი. აღიზარდა ცნობას, რაიმე სხვა საქმიანობრივი ხომ არა განჩინებას ეუბნებს და შრომდობა ხომ არა გასწავლეს. ამიტომზე ვაფშე გადაწყვეტა აქვს ასეთი ნახვის გადაწყვეტა ამ დემო შეწყვეტის საკითხი. დიახ, სამართლე მოგახსენებთ, რომ წარმოქმნილი პრობლემები ალბათ მაგალითად ვარაუდის საფუძველზე პროდუქტის მიმართ გამოსწორებელი განაჩენი შესაბამისად მოგოჩნიათ სამართლის საქმე უნდა გადაეცეს ეს პრინციპი. ჩვენი პოზიციაა რომ აქ წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათ არათუ არ მოთხოვს მაღალი ხარისხის სტანდარტით, არამედ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიც არ არსებობს. კიდევ ერთხელ ორი ძირითად ფაქტორზე გავახსენოთ ყურადღებას, ის რაც ბრალდების საფუძველია რომ მოხდა დროებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამას ვერ ექნება ასე ვთქვათ, ეს ვერ გახდება ბრალდების საფუძველი, ვინაიდან ერთი აღნიშნული კომისია თვითონ არის შექმნილი კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად არის არალეგიტიმური და არალეგიტიმურ კომისიას ვერ ექნება ლეგიტიმური მოთხოვნა, ეს ერთი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ მე წერილობით წარმოგიდგენთ აღნიშნულ დეტალურად ასწავლეთ, თუმცა მეორე აქცენტია რომ ანალოგიური სახის ბრალდება, ანალოგიური სახის შინაარსის ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით შეფასებულია ზუსტად ანალოგიური სისტემის ასე ვთქვათ, რაც დღეს ბრალდებას მიაჩნია მათ დანაშაულია, ადმინისტრაციულ სამართალო კოდექსში 173 და პრიმერ სანიმუხით ითვალისწინებს არა სასჯელს, ან სისტემის პასუხისმგებლობას, არამედ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმას შობის ანაზღაურის 50 მილიონი ოდენობით დაკავშირებით. ყოველგვარი აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურა ამას არავითარ განმარტებას არ აკეთებს, წარმოქმნილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ სტანდარტს მაღალი ალბათობისა, შესაბამისად 219 მოქმედან გამომდინარე, ვითხოვთ იკამელიასთან მიმართებაში შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დებულა. ჩემი პოზიცია ისე რომ მარჯვენა დაფაროს სხვა პროცესს ვარდებს და ვიცი აფასებს. ეს არგუმენტები არა, გითხარით რომ კონდეს საქმეები მეთქვა. კი ბატონო. ხო, არა, აი ზამათერა ხო არის. არა, სამართლე პოზიცია. გადაცემის შემთხვევაში 12 ივლისს როგორი გრაფიკი გაქვს? 191 პრიმამუსები შეიძლება. 191 პრიმამუსთან დაკავშირებით მიმართავ შესაბამის ორგანოებს. ჯერობას არ გულისხმობ. არ განჩინებით არ მიმართა, უბრალოდ წერილობით. ხარებს ხოთ მოგვიგზავნება. წერილი. რომ გვეცნობა რომ სასამართლო მიმართა შესაბამისი მუქი თარიღთან დაკავშირებით 12 რა ის არის 12 ივნისს მომეჩვენე. მე შემიძლია. ბატონიო. რა ვიგე მეჩემის. ნიგას ექნება პრობლემა. ჩემი საქმის განაწერია ისე თუ. ჯერ არის.
მისაღებია ჩვენთვის ნებისმიერი დრო. ჭიე. 12 საათი. მისაღებია. 12 საათი მისაღებია. 12 ივნისი, ხო? მე სეიფასი თორმეტი? სასამართლო მოისმინა ხარიტა პოზიციები, გაიცნო წარმოდგენილ მასალებს და განმარტავს შემდეგს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დემონსტრაციის საფუძველი იმაჩნია, რომ არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიშოვი გამოყენებული არის და წარმოდგენილი არის სხვაის პოლიციასთან დაკავშირებით. შეეხება იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსსაც სჯება იგივე კონდიციის სამართლებრივ კოდექსსაც, ამასთან დაკავშირებით განმარტავს სასამართლო, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსის მეათემში არის ეს ჩანაწერი. ადმინისტრაციულ საფრთხეს შეიძლება დაეცვა ადმინისტრაციული წესით, თუ ცნება არის აღბაზრებული სამართლის პროცესის თავისი ხასიათიდან გამომდინარე და ასევე ნორმატიული აქტების თანამშრომლობაშია, რომელიც განმარტავს ესეთ რაღაცას, რომ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების შორის თანამედროვე შემთხვევაში პირადი სუვერენიტეტი მოუწევია ნორმატიული აქტს, ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსში 98 წელს 1999 წელს შედგენილი მოკლედ შეიძლება სასამართლოში 1999 წელს შესაბამისად აქედან გამომდინარე შემოჩნია, რომ სასამართლო დემონსტრაციის საფუძვლები აპორცალეს არ არის. შეიძლება სხვა გარემოებებს, ძალების ხარისხი წარმოდგენილია შეფასებად დამაჯერებელი ცეულებად ერთობლივება, რომლებიც ალბათ მრავალი ხარისხის ფუნქციები ვარაუდზე, რომ საერთაშორისო კინოების შემთხვევაში გადაგების მასშტაბიდან იქნება გამომდინებელი განაჩენი. შესაბამისად სასამართლო შემოგვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კონკურენტული მოქმედების პირობებში გადაწყვეტეთ აღდებულსაც გავა. 12 ივნის 12 საათზე თბილისის საკალათო სამშობლოში.